ყველაზე მეტად საინტერესოა ჰერმოფროდიტის ფიგურა, რომლის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი საქართველოზე მიუთითებს. ეს სურათი ღრმად სიმბოლურია ნატოს ხელმძღვანელობისათვის. სხვა შემთხვევაში ალბათ იქ არც ეკიდებოდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ასე მიილტვის საქართველოს მთავრობა ნატოსაკენ, მაგრამ ჯერ არ ვგღებულობენ. ზედმეტი ტვირთი ვართ. ურჩევნიათ იაფფასიან საზარბაზნე ხორცად ყავდეთ. თანაც ვერ ვაკმაყოფილებ მსოფლიო მთავრობის დემოკრატიულ მოთხოვნებს. ამაში ღმერთი და მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს. აი როცა აღარ იქნება საქართველოში მართლმადიდებლობა, როცა ყველა რელიგია გაერთიანდება, სექსუალური უმცირესობა აყვავდება, ქართული კულტურა და ხელოვნება გაითქვიფება, აიზილება ახალი მსოფლიო კულტურის სიბინძურეში, როცა ქართველი კაცი, ჩინელი, აფრიკელი, ინდოელი და კიდევ ვინიცის სადაური გვარით გადაქართველებულების მომსახურე პერსონალი გახდება, როცა ქართულ ოჯახში კაცი რძლად შევა და ქალი კი სიძეთ, როცა ქართველ ბავშვებს დედაც და მამაც კესუების მსგავსად ხელოვნურად გამოყვანილი ჰერმოფროდიტები და ტრანსსექსუალები ეყოლება და როდესაც ხეცის ნიშანზე იქნება დამოკიდებული ყველა ქართველის არსებობა, როცა ამ ნიშნის მქონე ელექტრონული დოკუმენტის უქონლობის გამო ვიქნებით უმუშევრები, უსწავლელები, მშიერები, დაჩაგრულები და გარიყულები ამ ცხოვრებიდან, აი მაშინ დავაკმაყოფილებთ მათ დემოკრატიულ მოთხოვნებს და მიგვიღებენ ნატოში. ჩვენ არ გვჭირდება უღმერთოთა ჯარისკაცობა, რადგან ღვთისმშობელი და უფალი თავიანთ ჯარისკაცებად, სიმართლის, სიყვარულის და სიწმინდის ჯარისკაცებად ზრდიდა და ზრდის ქართველებს. ქართველები კი ისინი არიან, ვინც არ ღალატობს ენას, მამულს და სარწმუნოებას.